თურქეთის რესპუბლიკის წამყვანი კლინიკების ექიმთა საქართველოში ვიზიტები და ქართველი პაციენტებისთვის კონსულტაციების გაწევა სასიამოვნო ტრადიციად იქცა. ამჯერად სამსუნის კლინიკა მედიკანას ექიმი ნეიროქირურგი პროფესორი ენის ქურუოღლუ ბათუმს ეწვია და ადგილობრივი პაციენტები მიიღო. ჩვენ რა თქმა უნდა ვისარგებლეთ შემთხვევით და ბატონ ენის ქართველი პაციენტებისთვის საინტერესო რამდენიმე კითხვით მივმართეთ. თქვენი ჩამოგზანება კიდევ საქართველოში ამით ძალიან ბედნიერია ჩვენი პაციენტები ძალიან დიდი მადლობა თქვენი ვიზიტისთვის çamogzanebისთვის. Öncelikle herkese merhaba, gamorcoba. Tekrar Batum'da olmaktan çok mutluyum. Biz yaklaşık 5 yıldır ჩვენ ზრუნავთ ბევრი პაციენტის ჯანმრთელობაზე, როგორც საქართველოში, ასევე სამსუნში, ჩვენს კლინიკაში. ვფიქრობ, ამ კუთხით ნამდვილად დიდი ძალისხმევა და შრომა გავსწიეთ საქართველოსთვის. თავის ტვინის ღრმა სტიმულაციის თერაპიის საშუალებით ვმკურნალეთ არაერთ, განსაკუთრებით კი მოძრაობის კოორდინაციის ისეთი დარღვევების მქონე პაციენტს, როგორიცაა პარკინსონი, დისტონია, ტრემორი. ზოგიერთ ისეთ პაციენტს, რომლებთანაც არ შეიძლებოდა ქირურგიული ჩარევა, ჩაუტარეთ მედიკამენტური თერაპია. გარდა ამისა, ჩვენს ქართველ პაციენტებს ჩაუტარეთ ანევრიზმის ოპერაციები. ბევრის გაუკეთეთ სკოლიოზის, თავის ტვინის სიმსივნის ოპერაციები. გვყავს როგორც მოზრდილი პაციენტები, ასევე ბავშვები, მათ შორის ჩვილები. ვმკურნალეთ ბევრ პაციენტს, რომელთაც ჰქონდათ ხერხემლის სხვადასხვა პრობლემა, როგორიცაა თიაქარი, სპინალური არხის შევიწროება, კისრის თიაქარი, ზურგის თიაქარი, ხერხემლის მოტეხილობა და სხვა. საქართველო და ქართველი ხალხი განსაკუთრებით მიყვარს. ამ ადამიანებმა იციან მადლიერება. ისინი ყოველთვის აფასებენ და აცნობიერებენ ჩვენს ძალისხმევას, რაც ნათლად გვიჩვენებს, რომ სწორ საქმეს ვემსახურებით და ასეც გავაგრძელებთ. დღეს ბათუმში გავსინჯე პაციენტები, რომლებსაც ოპერაციები გაუკეთე. შედეგები ძალიან კარგია. მათი ბედნიერება მეც ძალიან მაბედნიერებს, თუმცა ეს არ არის მხოლოდ ჩემი ძალისხმევა. ქალბატონი ნანასარიშვილი განსაკუთრებით დიდ შრომას დებს ამ საქმეში. როგორც ვიცი, პაციენტებს ძალიან ეხმარება ის ჩატარებული პროცედურების დაფინანსების ძიებაში. დიდი მადლობა მას. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ ჯემალ მეგრელიძეს, რომელიც ყოველთვის გვასპინძლობს და ყველანაირად გვეხმარება. მართლა ძალიან მახარებს აქ ყოფნა. ამიტომ ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებ აქაური ხალხისთვის. Hastayı değerlendirdik. Çok güzel sonuçlar aldık. İnsanların mutlu olması bizi de çok mutlu etti gerçekten. Çok teşekkür ediyorum her şey için. როგორ ხდება პაციენტის შერჩევა ოპერაციისთვის, განსაკუთრებით პარკინსონის დაავადების, ესენციური ტრემორისა და დისტონიის დროს? Hasta seçimi çok önemli. Yani bizim ameliyat ettiğimiz beyin pili uyguladığımız ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შევაფასოთ, ექნება თუ არა შედეგი პაციენტს, ვისაც ტვინის ღრმა სტიმულაციის ოპერაცია ჩაუტარდება. ეს ასევე მნიშვნელოვანია ფინანსური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც, ამიტომ უპირველესად პაციენტებს ძალიან დეტალურად ვიკვლევთ. დღესაც კონსულტაციაზე ბევრი პაციენტი მოვიდა, მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნება ნეიროსტიმულატორის გამოყენება, თუმცა ჯერ არ მithქვამს, რომ მათ სჭირდებათ ნეიროსტიმულატორი, რადგან პაციენტმა ჯერ უნდა გაიაროს დაკვირვების ეტაპი. პირველივე კონსულტაციაზე არ ვაკეთებთ კომენტარს ნეიროსტიმულატორის აუცილებლობაზე. იშვიათად ექსტრემალურ სიტუაციაში შეგვიძლია განვიხილოთ ოპერაციის საჭიროება იმ დასკვნის შესაბამისად, თუ კი კონკრეტულ პაციენტს დადასტურებული აქვს პარკინსონი. წლების განმავლობაში აღენიშნება ტრემორი, მოძრაობის შენელება, სპაზმები, მაგრამ პაციენტი ასევე ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყოს, აიტანს თუ არა ოპერაციას, როგორია გულის ფილტვების პოტენციალი, როგორია მისი მორალური და ფსიქოლოგიური мотивация. საჭიროა ამ ყველაფრის შეფასებაც, რაც რეალურად ყველაზე რთული ნაწილია. შემდგომი პროცესი უფრო მარტივია, თუ დავწმუნდით, რომ პაციენტს ექნება შედეგი და ეს გამოკვლევებითაც დასტურდება, შეგვიძლია გადავიდეთ ქირურგიულ ფაზაზე და ვურჩიოთ ოპერაციის გაკეთება.
ოპერაცია დაახლოებით 1-2 საათს გრძელდება. 5-6 დღის შემდეგ ვაქტიურებთ ბატარეას და თანდათან ვამცირებთ მედიკამენტების დოზას. როგორც ვთქვი, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ პაციენტის მოლოდინები. ოპერაციის შემდეგ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. პაციენტისთვის ამ სიტყვების თქმა შეიძლება არ იყოს მთლად სწორი. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მისი მოლოდინები და ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. შემდგომი ეტაპი, ანუ ოპერაცია და ბატარეის რეგულირების ფაზა ჩვენთვის şedərებით მსუბუქია. Tecrübemizde yıllardır bu işi yapmamızla birlikte daha çok öğrendik ve ona göre de tedbirleri baştan alabiliyoruz. შესაძლოა თუ არა რაიმე სახის გართულებები პოსტოპერაციულ პერიოდში. Sadece aslında hareket bozuklukları değil, onun dışında tümör, anevrizma, çocuk beyin რა თქმა უნდა, ნებისმიერ ოპერაციაში შეიძლება ახლდეს გართულებები, მაგრამ წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება შესაძლებლობას გვაძლევს უფრო მეტი ვიცოდეთ ამ გართულებების და პრობლემების შესახებ და შესაბამისად შეგვიძლია დროულად მივიღოთ საჭირო ზომები. ამ ოპერაციის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და განსაკუთრებით არასასურველი გართულება არის ინფექცია, თუმცა ჩემს ოპერაციებში არასდროს მქონია რაიმე სერიოზული გართულება. ბატარეის ან ტვინის ლოკაციაზე ინფექციის განვითარება ძალიან პრობლემური სიტუაციაა. ზოგჯერ მდგომარეობა ბატარეის ამოღებამდეც კი მიდის, მაგრამ მადლობა უფალს ეს მდგომარეობა ჩვენს პაციენტებთან არასდროს დამდგარა. ანუ არასდროს ყოლია პაციენტი ინფექციით, რომელსაც ბატარეის ამოღება დასჭირდა. გარდა ამისა, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს სისხლდენას. ბოლოს და ბოლოს ეს თავის ტვინის ოპერაციაა. მართალია მცირე ჩარევებს ვაკეთებთ, მაგრამ შედეგად შესაძლოა ტვინში სისხლდენა განვითარდეს. ასეთი გართულებებიც არასდროს ჰქონია. იმედი მაქვს გართულებები არც არასდროს გვექნება. ეს არის ის ორი გართულება, რომელიც ყველაზე მეტად გვაშინებს: ინფექცია და სისხლდენა. სხვა გართულებები უფრო მარტივია და შესაძლებელია მათი მოგვარება ნეიროსტიმულატორის რეგულირებით. ამ ოპერაციებს 14 წელია აქტიურად ვაკეთებ. რეალურად ეს არ არის მხოლოდ მოძრაობის დარღვევები. გარდა ამისა, ჩვენთან აქტიურად ტარდება სიმსივნეების, ანევრიზმის, ბავშვთა ნეიროქირურგიის და სკოლიოზის ოპერაციები. için mutluyuz, ne diyeyim yani çok güzel bir şey bunları yaşamamak. ორიოთ სიტყვით თავად ნეიროსტიმულატორის, ანუ ბატარეის შესახებაც მოგვიყევით. Şimdi öncelikle şunu söyleyeyim, o batarya teknolojisi, pil teknolojisi çok... უპირველესად ვიტყვი, რომ ნეიროსტიმულატორი, ანუ ბატარეა ძალიან მოწინავე ტექნოლოგიაა, რომელიც დიდი შრომის და ძალისხმევის შედეგად შეიქმნა. ამჟამად მსოფლიოში 3 კომპანიაა, რომლებიც წლებია ამ საქმით არიან დაკავებულები და დიდი გამოცდილებით და მაღალი ხარისხით აწარმოებენ ბატარეებს. ჩვენ არც ერთ პაციენტს ბატარეასთან დაკავშირებით არასდროს შექმნია პრობლემა. რა გვახსენდება, როდესაც ვამბობთ ბატარეას? შესაძლებელია დამწრობის მიღება, აფეთქება? ეს არის ძალიან ხშირად დასმული კითხვები. ამ მხრივ არასდროს არანაირი პრობლემა არ გქონია. ისინი ადამიანის ორგანიზმში გამოიყენება ხანგრძლივი ტესტირების შემდეგ. ეს არ არის მარკეტში შეძენილი ბატარეის ადამიანის სხეულში განთავსება. როგორც გითხარით, არსებობს მხოლოდ 3 კომპანია, რომლებიც აწარმოებენ ამ ბატარეებს სპეციალური ტექნოლოგიებით. ტექნოლოგიის თვალსაზრისით ბატარეებს ასევე აქვთ გარკვეული დადებითი და უარყოფითი მხარეები. მათი შეფასების შემდეგ ვირჩევთ ისეთს, რომელიც შედეგიანი იქნება პაციენტისთვის, როგორც გამოყენების, ასევე მისი მოლოდინის დაკმაყოფილების თვალსაზრისით. თუმცა ყველა ბატარეა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, აღიარებულია მთელ მსოფლიოში. დღემდე არასდროს ჰქონია პრობლემური სიტუაცია. ეს პროდუქცია ყველგან არ იწარმოება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათი გამოყენება ადამიანის ორგანიზმში შესაძლებელი ხდება წლების განმავლობაში ტესტირების გავლის შემდეგ. შეერთებულ შტატებში საჭიროა FDA-ის ნებართვა, საჭიროა ევროპული ნებართვები. Bunlar aktif olarak kullanılabiliyor bataryalar. Yani ben o konuda insanların çok düşünmelerini istemiyorum. Kötü düşünmelerini. Yani sıkıntı yaşadığımız bir hasta olmadı şu ana kadar. როგორც ვიცით, არსებობს ორი ტიპის ბატარეა, დამუხტვადი და არადამუხტვადი. რა სხვაობა ან უპირატესობაა მათ შორის?
Söyleyelim. Tabii şimdi piller, bataryalar aslında iki türü var bunların. Biri şarj edilebilir piller var, bir de şarj edilmeyen piller var. Şimdi şarj edilmeyen piller... არადამუხტვადი ბატარეები შეიძლება პაციენტმა გამოიყენოს დაახლოებით 4-დან 8 წლამდე. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება იმპულსების საკმაოდ გაზრდა. მაგალითად, თუ პაციენტს აღენიშნება ძლიერი ტრემორი, ძალიან მძიმე ან დაავადება არის ძალიან პროგრესირებადი, ამ შემთხვევაში საჭირო ხდება იმპულსების მიწოდების გაზრდა სტანდარტულზე მეტად. ამ შემთხვევაში ბატარეა შეიძლება ამოიწუროს 2.5-3 წელიწადში. ზოგიერთ პაციენტში გამოიყენება ძალიან დაბალი სიხშირე და ბატარეა 8-9 წლის განმავლობაში ძლებს. ანუ გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, არადამუხტვადი ბატარეის მუშაობა დამოკიდებულია მის მოხმარებაზე, გამოყენებულ ძაბვასა და იმპულსების სიხშირეზე. რაც შეეხება დამუხტვად ბატარეებს, ჩვეულებრივ საჭიროა მათი დამუხტვა 3-5 დღეში ან კვირაში ერთხელ ტელეფონის უკაბელო სატენის მსგავსი მოწყობილობით. ეს ბატარეები შედარებით მცირე ზომისაა, თუმცა უფრო ხანგრძლივი გამოყენებისაა და 10-15 წლის განმავლობაში ძლებს. თუმცა აქ ერთ პრობლემას ვაწყდებით. მისი დამუხტვა შესაძლოა ცოტათი დამღლელი იყოს, მაგრამ დისტონიის მქონე პაციენტებისთვის, რომელთაც ესაჭიროებათ მაღალი სიხშირის იმპულსების მიწოდება, უპირატესობას ამ ნეიროსტიმულატორს ვანიჭებთ. არადამუხტვადი ბატარეა ნაკლებად სიცოცხლის უნარიანია. ამიტომ მრავალჯერადი დამუხტვის ბატარეებს ვამჯობინებთ, მაგრამ მათ აქვთ გადახურების პრობლემა დამუხტვისას. ეს შეიძლება ცოტათი შემაშფოთებელი იყოს ზოგი ადამიანისთვის. გარკვეულ დასაკობრივ ჯგუფს ბატარეის დამუხტვა ავიწყდება, ამიტომ ის შესაძლოა გაითიშოს. დაუმუხტავი ბატარეა ისევე ითიშება, როგორც დაუმუხტავი ტელეფონი. აქედან გამომდინარე, ჩვენ რეალურად ვაკეთებთ ბატარეის არჩევანს პაციენტის, მათი მდგომარეობისა და მათი კულტურული დონის მიხედვით. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია patsiyentis daavadების tipi. Pil tercihini ona göre yapıyoruz. Bir de tabii bunlardan da önemlisi hastalığın türü çok önemli. Pil kullanacağımız hastanın. ინტერნეტით თუ სხვა გზებით მოძიებული ყველა წყარო იძლევა ინფორმაციას, რომ აღნიშნული ნეიროსტიმულატორების ხარისხი და მოხმარების ფუნქციები დღითიდღე უმჯობესდება. იხვეწება ტექნოლოგიები და ასე შემდეგ. რა შეიცვალა ამ მხრივ? თუნდაც ბოლო 5 წელიწადში და თუ პაციენტს ძველი ნეიროსტიმულატორის ახრით შეცვლა მოუნდება, რა გზები უნდა გაიაროს? Onu söyleyeyim. Çok güzel bir soru. Çok doğru söyledi. Şimdi öncelikle şunu ძალიან კარგი კითხვა. სწორად აღნიშნეთ, რომ ნეიროსტიმულატორის ტექნოლოგია დღითიდღე ვითარდება და უმჯობესდება. ეს უდავოა ბატარეები, მათი კაბელები და ასევე ტვინის შიგნით განთავსებული კაბელებიც, რომლებსაც დაახლოებით 5 წელია ვიყენებთ, თავსებადია მაგნიტორეზონანსულ ტომოგრაფიასთან. ასეთი შეთავსება კი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ეს ყველაფერი გვაძლევს შესაძლებლობას ტექნოლოგიის განვითარებისა და უფრო მაღალი ხარისხის, უფრო გამძლე ბატარეების შექმნის შემთხვევაში შევცვალოთ იგი მარტივი პროცედურით. გავხსნათ მხოლოდ ის უბანი, სადაც ბატარეაა განთავსებული, რაც დაახლოებით 5-10 წუთიანი პროცედურაა. Bu yeni teknoloji pili buraya takabiliyoruz. Bunu da lokalle yapıyoruz. Yaklaşık 5-10 dakika süren ufak bir işlemle yapıyoruz. ანალოგიური ოპერაციები საქართველოშიც ტარდება. თუმცა ხშირ შემთხვევაში სათანადო შედეგი ფაქტობრივად არ არის. რა ხდება ექიმების კომპეტენციის პრობლემასთან გვაქვს საქმე თუ უხარისხო ნეიროსტიმულატორებია შემოტანილი? Tabii ki şöyle söyleyebilirim. Şimdi özellikle konuşmanın başında bahsettiğim gibi hasta seçimi çok önemli. როგორც საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის სწორად შერჩევა. აუცილებელია გულდასმით განისაზღვროს პაციენტი, რომელსაც ნამდვილად შეუძლია ისარგებლოს ნეიროსტიმულატორით. ეს პირველი. მეორეც, პაციენტის წარმატებით შერჩევის შემდეგ დგება ქირურგიული ეტაპი. ქირურგიული ეტაპისთვის პაციენტის ტვინში ბირთვებზე კარგად დაკვირვებისთვის ასევე საჭიროა ძალიან მაღალი ხარისხის მაგნიტორეზონანსული გამოსახულება. ოპერაციის დროს მას შემდეგ, როცა უკვე სწორად განისაზღვრება უჯრედული სტრუქტურა, რომელსაც გამოვიყენებთ, ლოკაცია, სადაც განთავსდება ელექტროდი, ძალიან მნიშვნელოვანია გამოთვლები. აქ 1 მმ-ით სტომილებაც კი არასასურველია.
შესაძლოა. თუ ექიმი ოპერატორი არ არის გამოცდილი, თუ ვერ აკეთებს სწორ გათვლას და ვერ შეძლო ამ წერტილის სწორად განსაზღვრა, პაციენტს არ ექნება შედეგი. პირიქით, შესაძლებელია განსხვავებული რეაგირების მიღება პაციენტისგან. ამიტომ ეს არის არასწრაფად შესასრულებელი, არამედ წლების განმავლობაში გამოცდილებით განვითარებული და დახვეწილი პროცედურა. და ჩვენ თურქეთში ამ პროცედურებს დაახლოებით 15 წელია აქტიურად ვატარებთ. Geliştirilen bir işlem. Biz de yaklaşık 15 yıldır bu işlemi aktif şekilde Türkiye'de zaten yapmaktayız. ბატონო ენის მინდა მოკლედ ვისაუბროთ ანევრიზმებზე, რა სახის დაავადებაა და რა კატეგორიის პაციენტებში გვხდება ის. Anevrizmalar genelde her yaş grubunda görülebilen bir rahatsızlıktır. Anevrizma rahatsızlığı. Beyinde bulunan damar... Anevrizma არის დაავადება, რომელიც ჩვეულებრივ ყველა ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება. თავის ტვინის ვენების შუა ნაწილში არის თხელი კუნთოვანი ფენა. ზოგჯერ ეს კუნთოვანი ფენა ადამიანს დაბადებიდანვე არ აქვს განვითარებული. ასეთ შემთხვევაში ყველაზე მოქმედი ფაქტორები არის მაღალი არტერიული წნევა და ინტენსიური მწეველობა. არტერიული წნევის ზრდასთან ერთად სისხლძარღვის კედელი ამ არეში, რომელსაც არ გააჩნია კუნთოვანი შრე, წარმოიქმნება ბუშტი, რაც იწვევს სისხლძარღვთა კედლის დასუსტებას და ზრდის გახეთქვის შესაძლებლობას, რაც თავისთავად იწვევს უეცარ გართულებებს. ანევრიზმის დადგენის ორი მეთოდი არსებობს. ერთ-ერთი მათგანია გენეტიკა. თუ ოჯახში არსებობს ანევრიზმის ისტორია, თუ მამას ან ბაბუას ჰქონდა ანევრიზმა ან სისხლდენა ანევრიზმის გამო, ბავშვებიც უნდა იყვნენ კონტროლის ქვეშ. ანევრიზმის წარმოქმნაში განსაკუთრებით დიდი გავლენა აქვს მოწევას, რადგან ის ძალიან ასუსტებს სისხლძარღვის კედელს. ამიტომ მოწევას კატეგორიულად არ უწევთ რეკომენდაციას, რადგან ის შესაძლოა გახდეს ანევრიზმის ხელშემწყობი. ასეთ პაციენტებში ან მათთვის, ვისაც აწუხებს თავის ტკივილი, ან ნებისმიერი სხვა დაავადება, საჭირო ხდება კომპიუტერული ან მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის გადაღება, რაც გვაძლევს ანევრიზმის დროული გამოვლენის საშუალებას. ყველაზე გავრცელებული კლინიკა, რომლითაც ანევრიზმის მქონე პაციენტი შემოდის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში, არის გონების დაკარგვა და უეცარი ძლიერი თავის ტკივილი. როგორი თავის ტკივილი, როგორც პაციენტები აღწერენ, ასეთი ტკივილი ცხოვრებაში არ განუცდიათ. აქვთ გაუსაძლესი თავის ტკივილი, ძლიერი პულსირება თავის არეში. ასეთი პაციენტებისთვის გადაუდებლად გადაღებული ტომოგრაფიიდან მაშინვე ცხადი ხდება სისხლდენის არსებობა. იმის გათვალისწინებით, რომ სისხლდენა შეიძლება გამოწვეული იყოს ანევრიზმით, პაციენტს დაუყოვნებლივ უტარდება კატე ანგიოგრამა ან ინვაზიური, ანუ ციფრული ანგიოგრამა ანევრიზმის გამოსავლენად, ან ქირურგიულად მიკროკლიფსებით, რომლებსაც ანევრიზმის კლიფსებს უწოდებთ, ვხურავთ ანევრიზმას, ან შეიძლება განხორციელდეს შეღწევა საზარდულიდან ანგიოგრამის მსგავსად და მოხდეს შევსება. თუ დიაგნოზი დაისმება ადრეულ ეტაპზე, ანუ თუ ანევრიზმა გამოვლინდა სისხლდენის დაწყებამდე, მათი ოპერაციები და სხვა პროცედურები მართლაც ძალიან მარტივია. პაციენტს შეუძლია უფრო კომფორტულად დაუბრუნდეს ჩვეულ ცხოვრებას, მაგრამ თუ პაციენტი დაიგვიანებს სისხლდენის შემდეგ, თუ სწორი დიაგნოზი არ იქნება დასმული, თუ მიზეზი არ იქნება დადგენილი, ან თუ ანალიზები სწრაფად არ ჩატარდა, ამან შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის სამუდამო ან დროებითი invalidობა, an შესაძლოა ლეტალობაც. Ya da kalıcı sakatlıkla ya da geçici sakatlıkla sonuçlanan durumlar ortaya çıkabiliyor.